არისო დაგეგმილი ესე უცებ აღმოჩენილი კონცერტიდან 1994-ში ქონდა კონცერტი. მე ლევანს და სოსოს ტრიოში და მიდიაში ლუკა უნდა ყოფილიყო იქ სპეშალ გესტი რამოდენიმე რამოდენიმე თემაში და ბოლოს ისე აღმოჩნდა რომ მარტო ერთ ნომერში არ დაუკრა დანარჩენი თემი კონცერტი დაუკრა იმიტომ რომ ეგრევე მივხვდით რომ სწორი ეგრე იყო რა განსაკუთრებული იმით არის რომ ჯერ მუსიკალურად ეს მეჩინგი მიდის რაღაც სასწაული ერთმანეთთან მე ის არის რომ ჩელენჯების არ გვეშინია მუსიკა რასაც უკრავთ გვიყვარს და ჩვენ გემოვნებაში ჩვენ 4 დღის გემოვნებაში ზუსტად 100-დან 100-ში ვარტყავთ ეგრე აღმოჩნდა და ეგრე გაგვიმართლა რა 4 დღეს დამიკრავს ბევრ მუსიკოსთან ძალიან და ყოფილა კარგი და ყოფილა განსაკუთრებული. ეს ის შემთხვევა არის, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. Billboard stage-ი რაც პროვოდა პირველ რიგში ეხმარება ახალგაზრდა მუსიკოსების, საქართველოში ახალგაზრდა მუსიკოსების საერთაშორისო ასპარეზზე გატანას და რა თქმა უნდა რომ მნიშვნელოვანია ეს საქართველოში მუსიკოსობის და მუსიკის განვითარებისთვის. და მე ის მიხარია რომ აი ესეთი პროექტი თან ჩემთვის ახლა ეს ანუ დიდი კონცერტი მასშტაბურად ვიძახი პირველად ამ ლეიბლთან ერთად მოხდა და სტარტი ძალიან მაგარი აქვს მართლა. მუსიკის ცოდნა და გემოვნება ეს აუცილებელია, როცა ლეიბლს აკეთებ და რაც მოიცავს და რასაც მოითხოვს ლეიბლის გაკეთება. დარწმუნებული ვარ ესე ერთადერთი არ იქნება ჩვენი გადაკვეთა. არა იმიტომ რომ მეგობრები ვართ, გარდა ამისა, მუსიკალურადაც მეგობრობთ და ვემთხოვით გემოვნებაში და მე ყველანაირად ვეცდები, რომ გვერდში დავუდგე ამ ძალიან მაგარ წამოწყებას.